გადაცემა თქვენ გაგაცნობთ კეთილ ადამიანებს, ეს გადაცემაა კეთილ ადამიანებზე და ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენთვის ძალიან საყვარელი სტუმარი გყავს ახლა ჩვენ სტუმრად. უბრალოდ ვიდრე მასთან საუბარს დავიწყოთ, მე მინდა ორი წერილი წაგიკითხოთ. ვისი ნახვა გაგიხარდებოდეთ ეს წერილში? ჩემი დიდი სურვილია სავაში მოვიდეს დღის ცენტრში. ძალიან მომწონს და მიყვარს მე და დედა სულ ვუყურებდით სავარს. წერს კოტე კუკავა. კვლავ კითხვა, ვისი ნახვა და ვისთან შეხვედრა გინდათ ყველაზე მეტად? მინდა სტუმრად მოვიდეს ჩვენთან მურად ილდიმირი, სიმპათიური კაცია, მსახიობია, მომწონს ახლოდან მინდა მისი გაცნობა, მისი ფილმები მინახია და მომწონს. ამას წერს, რა თქმა უნდა, ქალბატონი ლიკა კვარაცხელია. ეს არის მხოლოდ ორი წერილი და როგორც ხვდებით, კითხვა იყო დასმული მარტივად, ვისი ნახვა გსურთ, ვის შეხვდებოდით და უმეტესობა ბავშვებისა სწორედ მოიხსენიათ თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი გმირი. აი დღეს შედგა ეს შეხვედრა მშობელთა ხიდში, ეს არის დღის სკოლა, ეს იყო ორგანიზებული ძალიან ცნობილი ორგანიზაციის წარმატებულ ქალთა საერთაშორისო კლუბის მიერ და ამ პროექტს ჰქვია შექმნილი მოგონებები. მოდით ვნახოთ, როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. როცა ბავშვებისგან მოწვევა მივიღე, ძალიან გამიხარდა. მათგან ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობ. სწორედ სიყვარულია ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ. ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც ეს არის. მინდა ბავშვებს ბედნიერება ვივანიჭო და ასევე მაგალითი მივცე სხვა ადამიანებსაც იმისთვის, რომ მათ იზრუნონ ბავშვების ბედნიერებაზე. წერილში დავწერე, რომ ახლოს თქვენ ახარ და ეს სურვილიც აგვისურვა. My name is Andrew. მიზანი არის ის, რომ ბავშვებისთვის ყველა სურვილი ავახდინოთ შეძლების დაგვარად, რომ მათ ყოველთვის ეს მოგონება დარჩეთ ნათელ სხივად მათ ცხოვრების ბოლომდე. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში, პირდაპირ აი იმ შეხვედრიდან, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, რა შეხვედრაც გაიმართა ბავშვებთან, მურად ილდიმირი, ძალიან ცნობილი მსახიობი, ვარსკვლავი, საქართველოში და არა მარტო ბუნებრივია და ანა რეხვიაშვილი, წარმატებულ ქალთა კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მურად, როგორ ჩაიარა ამ შეხვედრამ, დღევანდელმა შეხვედრამ თქვენმა ბავშვებთან? Muhteşem benim için. არაჩვეულებრივი იყო. ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ბავშვებს შევხვდები, ძველი გრძნობები მახსენდება. ვთქვით, რომ გავაკეთო მათთვის ყველაფერი, რაც კი შემიძლია. ისინი ჩვენგან ბევრს არ ელოდებიან. მცირე რამ მათთვის საკმარისია. მათ არ სურთ რაღაც გრანდიოზული, ჩვენ ვცდილობთ ის მცირე რამე მივაწოდოთ, რაც მათ სურთ. ჩემი მთავარი მიზანი არის, რომ მათკენ მივაპყრო საზოგადოების ყურადღება. ეს საუკეთესო რამეა, რაც შემიძლია მათთვის გავაკეთო. როგორც კი დრო გამომიჯდება, ვცდილობ მათ შევხვდე. ეს თემა თქვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც მე ვხვდები. ჯერთი მადლობა, რომ ეს გააკეთეთ და ჩამოხვედით. რაღაც ერთი დღით ჩამოხვედით, ხო? იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თემა ბავშვების. Evet, çocuklar için buraya geldim. Hekimim olmadı. მე აქ სპეციალურად ბავშვებისთვის ჩამოვედი. თუ გადაღებები არ მაქვს და მსგავსი თხოვნები მოდის ჩემთან, მზად ვარ, რომ აუცილებლად მივიღო ხოლმე მონაწილეობა. Elimden geldiği kadar katılmaya çalışıyorum. თურქეთში არის ერთ-ერთი ასოციაცია, რომელიც ბავშვებთან თანამშრომლობს და მეც ვცდილობ ამ ასოციაციის აქტივობებში მივიღო მონაწილეობა. ერთი დღით ვარ აქ ჩამოსული. მე ადრე ვთქვი, რომ საქართველოს ჩემი მეორე სამშობლოა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ყოველთვის ძალიან თბილად ხვდებიან და მიმასპინძლებიან. Buraya gelmekten dolayı
პირველი ჩემი ჩამოსვლა ასევე ბავშვებთან შეხვედრით დაიწყო და ასე ახლაც. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კი, ეს იყო დიტო ცინცაძის ფონდის მოწვევით ჩამოსული, მეც როგორც სხვა ჟურნალისტები ვარ ამ ფონდში გაწევრიანებული და ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი თქვენი როლი აი ამ ყველაფერში. თქვენის ნებართვით ანას მინდა ვკითხო, ანა რეხუიაშვილს. ანა, წარმატებულ ქალთა კლუბის აი ეს პროექტი, შექმნილი მოგონებები, ძალიან კარგი სახელწოდება და ეს ერთ-ერთი პირველი აი შეხვედრა, რომელიც დღეს მათ ბავშვებთან აი ესეთი საჩუქარი მიიღეს, ჩამოვიდა მურატ ილდიმირი. ნუ აი წარმომიდგენია უბრალოდ რა ემოციები ექნებოდა მათ. ისინი არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები დღეს. როგორ გაჩნდა ეს იდეა, სპონტანური იყო თუ არა, თუ რაღაც დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით შედგენილი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ეკა მოწვევისთვის და მინდა მივესალმო მაყურებელს და მინდა მოკლედ გაგაცნოთ, როგორ შეიქმნა საერთაშორისო წარმატებულ ქალთა კლუბი. კლუბი დაარსდა, დაფუძნდა ბრიუსელში 2013 წელს და ამ კლუბის მიზანი და მისია ზოგადად იყო და არის საერთაშორისო ლიდერ ქალთა კომუნიკაცია და ქსელური თანამშრომლობა. მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენთვის ქალების და ბავშვების პრობლემების დაძლევა. სწორედ ამ მიზნით გაერთიანდა ბელგიის, ინგლისის, უკრაინის, მოლდოვის და ძალიან ბევრი ქვეყნის საერთაშორისო წარმატებული ქალთა კლუბები. სწორედ ამ მიზნით შედგა საქართველოშიც წარმატებული ქალთა კლუბის ქართული ორგანიზაცია. მოვიფიქრეთ ეს პროექტი შექმნილი მოგონებები, რომ ვიმოგზაუროთ ყველა ქვეყანაში, ყველა ქალაქში და ის რაც ის მცირედი რაც შეგვიძლია ჩვენ გავუკეთოთ ამ ბავშვებს. გავუკეთოთ სიხარულით, გავუკეთოთ სიყვარულით და მათ შევუქმნათ ეს მოგონებები, რომლებიც დარჩება მათ მეხსიერებაში ყოველთვის ნათელ სხივად, ასე ვთქვათ. მურატთან გვაქვს ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტი, გარდა ამ პროექტისა, იმიტომ რომ ის ძალიან ქველმოქმედი ადამიანია და მასთან ერთად ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს დასახული და ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და როდესაც ჩვენთან მოვიდა წერილები კლუბში ვის ნახვას ისურვებდით. ეს იყო ორმაგი სიხარული ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიწვევდით არა მარტო ძალიან ცნობილ თურქ მსახიობს და ფილანტროპს, არამედ ვიწვევდით ჩვენს პარტნიორს, ჩვენს მეგობარს, რომელთან ერთადაც ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას. იმდენად მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი მურატის შესვლა მათთან, ეს იყო ორმაგი ბედნიერება და მე ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი დღით. საქართველოში თავად აღნიშნეთ, რომ ეს არ არის თქვენი პირველი ჩამოსვლა. რა გახდა ეს ქვეყანა თქვენთვის? ქვეყანა, სადაც თქვენ ასევე ძალიან უყვარხართ თქვენს მაყურებელს და ძალიან პოპულარული ხართ. Aranızdaki iletişim, aranızdaki enerji. მართალია თქვენი ენა არ ვიცი, მაგრამ ხედავ თქვენ შორის ურთიერთობას, როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქართველებს ერთმანეთის მიმართ. შეიძლება ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს შეხვდეს, მაგრამ მათ ერთმანეთი უცხოდ არ ჩათხოვა. თქვენ შეიძლება ამას ვერ ამჩნევდეთ, მაგრამ უცხოელი ძალიან კარგად ხედავს. ყველაზე მეტად ეს თვისება მომწონს თქვენში. მე მჯერა, რომ ამ თვისებას ქართველი ხალხი არასდროს დაკარგავს. ძალიან პოპულარული არის საქართველოში თურქული სერიალები. არ კითხავთ რატომ, იმიტომ რომ ბევრი საერთო აქვს ამ ორ ქვეყანას და ეს მიზეზი უკვე ყველამ ვიცით. მეჩვენება თუ ეს ასეა, რომ ამ სერიალებით თქვენ ცდილობთ, რომ უფრო გაამახვილოთ ის პრობლემები, რა პრობლემებსაც განიცდიან ქალბატონები, დავუშვათ იმავე თურქეთში. შეიძლება იდენტური პრობლემები ქალბატონებს ჰქონდეთ საქართველოში. მათი უფლებების დაცვას გულისხმობ. Evet, sinema evrensel. ძირითადად სიყვარული, ქალი, ურთიერთობა, ეს არის ის თემები, რაზეც იქმნება სერიალები. Sevgi, kadın, aşk. მართალი ხართ. საერთო კულტურა არის ალბათ ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ქართველ მაყურებელს უყვარს თურქული სერიალები. თუმცა არა მარტო საქართველოში, ბალკანეთშიც, ამერიკაშიც პოპულარულია თურქული სერიალები. და იქ არის წამოწეული ის ადამიანური პრობლემები, რაც ყველგან არსებობს და ალბათ ეს არის მიზეზი ამ პოპულარობის. რაც შეეხება ქალბატონების პრობლემებს, ზოგადად სერიალები სიყვარულზეა და სიყვარული ხომ ძირითადად ქალსა და მამაკაც შორის არის. სერიალები აჩვენებენ, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქალების მიმართ და ეს არის ალბათ რაც ქალბატონებს მოსწონთ მთელ სოფლიოში.
ფიქრობ, სწორედ ისინი არიან ჩვენი ძირითადი მაყურებლები. ქალბატონ ანას მინდა ვკითხო, აი სამომავლო გეგმები ეს ეხლა არის საქართველო და შემდეგ უკვე იქნება სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ თქვენი ორგანიზაციის წევრები არიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი ქალბატონები და ეს აუცილებლობა სწორედ აქედან გამომდინარეობს. შემდეგი ქვეყანა სად იქნება და რა იქნება? შემდეგი ქვეყანა არის ჩეხეთი, ჩვენი მეორე ესე ვთქვათ ტური იქნება პრაღაში. არაჩვეულებრივ ფონდში, რომელსაც ხელმძღვანელობს ძალიან ცნობილი ქალბატონი ვენდულა სლობოდოვა. პრაღიდან გადავინაცვლებთ ლონდონში და ესე მოვივლით მთელ მსოფლიოს შეძლების დაგვარად. ესეთი კითხვა მაქვს, ეს გადაცემა, სახელი ამ გადაცემის არის სიკეთე და არის კეთილ ადამიანებზე, რომელიც საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ბევრია მსოფლიოშიც და საქართველოშიც. თქვენი აზრით რა არის სიკეთე? რაში შეიძლება იყოს ის გამოხატული? ფიქრობ, რომ სიკეთე სამი მნიშვნელოვანი რამიდან ერთ-ერთია, რაც უნდა გააკეთო. პირველი ეს არის სწორედ სიკეთის კეთება. მეორე მეგობრებთან ერთად ყოფნა და მესამე ის, რომ ღმერთს ყოველთვის მადლობა შესწირო. ადამიანი სიკეთეს თუ აკეთებს, აკეთებს საკუთარი თავისთვის. ბოროტებასაც საკუთარ თავს უკეთებს. ვინაიდან ადრე თუ გვიან გაკეთებული ბოროტება, ისევე როგორც სიკეთე, ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ. თქვენი სიკეთე გაგანათლებთ, ბოროტება კი ადამიანს ზიანს აყენებს. ზოგჯერ ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს იმისთვის, რომ სინდისი დაიმშვიდოს. შეიძლება ადამიანი კარგად არ იქცეოდეს გარკვეული პერიოდი და მერე იმისთვის, რომ სინდისი დაიმშვიდოს, სიკეთის კეთება დაიწყოს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სიკეთის კეთების მიზეზი და მიზანი. მინდა გითხრათ მადლობა მურად აქ ჩვენს სტუდიაში მოსვლისთვის და განსაკუთრებით მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. იმიტომ რომ როცა დგება პრობლემა კონკრეტული ადამიანების დასახმარებლად, თქვენ ჩამოდიხართ, თუნდაც ეს იყოს ერთი დღე. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. პირველ რიგში, მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ მომეცით ასეთი საშუალება. პირველად ვაკეთებ მსგავს პროექტს წარმატებულ ქალთა კლუბთან ერთად და იმედი მაქვს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთანაც ბევრ კარგ პროექტს განვახორციელებთ. მე ვფიქრობ, რომ საქართველო იმსახურებს პატივისცემას იმისთვის, რასაც ბავშვებისთვის აკეთებს. ეს არის ის ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნებთან შედარებით ბავშვებს მეტ ყურადღებას აქცევს. მე ყოველთვის მზად ვარ მოწვევისთანავე ჩამოვიდე და გვერდში დავუდგე ბავშვებს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, რომლებიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის, წარმატება მათ და მე ვიცი, რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი იქნება ჩართული არაერთ საინტერესო პროექტში, ასე რომ სიკეთე და კეთილი ადამიანები ეკახოფერეს თოქ-შოუში მუდმივად იქნებიან სასურველი სტუმრები.